მოგესალმებით მეგობრებო, ქორომი გვაქვს, შეგვიძლია სხდომა უკვე გავხსნათ. დღეს ორი კომიტეტი გვექნება ერთმანეთის მიჯრით, მაგრამ როგორც ცალ-ცალკე კომიტეტები ისე სხდომა ისე ჩატარდება, ამიტომ დღის წესრიგის დამტკიცებაც ორჯერ მოგვიწევს. პირველი კომიტეტი, რომელიც ეხლა უნდა გავხსნათ, არის ერთი საკითხი, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი შეზღუდული საზღვრების მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების რეალიზაციის, მათ შორის სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი ბატონი ნიკო თათულაშვილი წარმოგვიდგეს. ასე რომ ბატონო ნიკო, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ, შემდეგ ესეთი ფორმატით რომ ჩავატაროთ თან დღის წესრიგი დავამტკიცოთ კოლეგებო. ესეთი ჩავატაროთ პროცედურით რომ ბატონი ნიკო გააკეთებს მოხსენებას, ეს ანგარიში ყველასთვის ხელმისაწვდომია, საჯარო, ამიტომ ვფიქრობ ბატონო ნიკო 10 წუთიანი რეგლამენტის ავსებით საკმარისი იქნება და საჭიროების შემთხვევაში დაგემატებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ვფიქრობ რომ საკმარისი იქნება. შემდეგ თუ ეკნებათ სურვილი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეგვიძლიათ გადავცეთ სიტყვა და შემდეგ უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავითეთ. როგორც ჩანს, განსხვავებული აზრი პროცედურასთან დაკავშირებით არ არის, ამიტომ ბატონო ნიკო, უკვე გთხოვთ, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ანგარიშის წარდგენა პარლამენტისთვის. კი ბატონო, მადლობა ბატონო რატი, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ტრადიციულად უკვე მეოთხე წელია ყოველწლიურად ვამზადებთ შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ ანგარიშს, რომელიც მზადდება იმ სამოქმედო გეგმების ანგარიშებზე დაყრდნობით, რომელსაც ამტკიცებენ სხვადასხვა უწყებები, სახელმწიფო უწყებები, როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე და დღესაც წარმოგიდგენთ ანგარიშს, რომელიც ფარავს 2025 წელს და იმ აქტივობებს, რაც განხორციელდა სხვადასხვა უწყებების მიერ. ანგარიში შედგება 8 თავისგან. აქ არის გაერთიანებული ცნობიერების ამაღლების საკითხები, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, მისაწვდომობა, სამართალწარმოებაში ჩართულობა, დასაქმება, განათლება, საზოგადოებრივი ღონისძიებები, მათ შორის კულტურა და სპორტი და სტატისტიკური მონაცემების წარმოება. პირველ რიგში დავიწყებ ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებებით. ამ მიმართულებით ნამდვილად მრავალფეროვნება გვაქვს სხვადასხვა დონეზე, როგორც ეროვნულ, ისე როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. ძალიან ბევრი ღონისძიება არის ჩატარებული მუნიციპალიტეტების მიერ ცნობიერების ასამაღლებლად, როგორც შშმ პირებისთვის, ასევე შშმ პირთა უფლებებზე მესამე პირებისთვის. ამ მხრივ ძალიან მრავალფეროვანია ჩამონათვალი და ეს ანგარიში გაქვთ ყველაფერი დეტალურად. რაც შეეხება ჯანდაცვას და სოციალურ საკითხებს, რამდენიმე საკითხს გამოვყოფ აქ, ბევრი მიმართულებით არის, რა თქმა უნდა, აქ მუშაობა ჩატარებული, თუმცა რამდენიმე საკითხს მინდა რომ მაინც შევეხო. შშმ პირებისთვის შარშან-მოქმედებდა სპეციალური პაკეტი, წელსაც მოქმედებს, რა თქმა უნდა, რომელიც მოიცავს ამბულატორიული სტაციონალურ მომსახურებას, გეგმურ ოპერაციებს, ონკოლოგიურ მკურნალობას, ინფექციურ დაავადების მართვას, რეაბილიტაციას, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფას და სტომატოლოგიურ მომსახურებას. ასევე 2025 წელს დაიწყო პირველად ჯანდაცვის განახლებული მოდელი, რომელიც მოიცავს პრევენციულ, დიაგნოსტიკურ და სამკურნალო სერვისებს, დამატებით 120 მილიონი ლარის ბიუჯეტი არის ამისთვის გათვალისწინებული შემდეგი 4 წლის განმავლობაში. აქტიურად მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი, 2025 წლის მდგომარეობით აკრედიტაცია გაიარა ქვეყნის სტაციონალური დაწესებულების 86%-მა, რაც რა თქმა უნდა მაღალ ხარისხზე მიანიშნებს. მუნიციპალიტეტებში განხორციელდა მრავალფეროვანი სოციალური და სამედიცინო პროგრამები, ჩამონათვალი ძალიან დიდი არის, ეს ეხება სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებით უზრუნველყოფას, ბინის ქირას, მიზნობრივი ფულად დახმარებას, უფასო სასადილოთი სარგებლობას, ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება, რეაბილიტაცია, აბილიტაციის პროგრამები, უფასო ტრანსპორტირება, პერსონალური ასისტენტი, შინმოვლის სერვისები და დამხმარე საშუალებები და აქვე მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ მხოლოდ თბილისის მერიის სერვისებით ისარგებლა 9000-ზე მეტმა შშმ პირმა. საანგარიშო პერიოდში ასევე თავდაცვის სამინისტროს 20 დაჭრილ დაშავებულ მოსამსახურეს გაეწია 30 საპროტეზო ორთოპედიული მომსახურება, მოგეხსენებათ, თავდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით ყოველთვის აქტიურად მუშაობს. რაც შეეხება მისაწვდომობის საკითხებს, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ადმინისტრაციული შენობების, რეგიონალური ოფისების და საზოგადოებრივი სივრცეების ადაპტირება. აქაც ჩამონათვალი ძალიან მრავალფეროვანია სხვადასხვა უწყებების.
მუნიციპალიტეტების შემთხვევაში მოეწყო სკვერები, სპორტული მოედნები, ქუჩები და ტროტუარები დამონტაჟდა ტაქტილური ფილები, ბორდიურები დაყვანილი იქნა ნულოვან ნიშნულზე, დაემატა შეშმო პირთათვის განკუთვნილი საპარკინგო სივრცეები, მოეწყო სადარბაზოებისა, ლიფტების ასასვლელები და პანდუსები, განხორციელდა რეკრეაციულ ტურისტული სივრცეების მუნიციპალური ტრანსპორტის და სატრანსპორტო გაჩერებების ადაპტაცია, ადაპტირდა ასევე საბავშვო ბაღების და სკოლების შენობები და სპორტული დარბაზები. მნიშვნელოვანია ვახსენოთ ასევე, რომ განხორციელდა სარკინიგზო და საავიაციო ინფრასტრუქტურის ადაპტაცია, ბაქნების პროექტირება, სპეციალური ტექნიკის შეძენა და პერსონალის გადამზადება, რომელიც ამ შემთხვევაში პირველად მოხდა. შემუშავდა ახალი დიზაინის პირადობის მოწმობა, რომელზეც დატანილი QR კოდი იძლევა შეშმო პირის სტატუსის შემოწმების შესაძლებლობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, რაც აძლევს შეშმო პირს იმის საშუალებას, რომ ისარგებლოს მისთვის განკუთვნილი ბენეფიტებით ტერიტორიული, ასე ვთქვათ, საზღვრების მიუხედავად. საანგარიშო პერიოდში პირადობის ელექტრონული მოწვევის პროგრამისა და ელექტრონული ხელმოწერის პორტალის სრული ადაპტაცია მოხდა უსინათლო და მცირე მხედველი პირებისთვის და ასევე საჯარო დაწესებულებებმა დაიწყეს ვებგვერდის მოდერნიზაცია სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით. ამ მიმართულებით მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელდა და ეს პროცესი უკვე დაწყებული არის. რაც შეეხება სამართალშემოქმედებაზე მისასდომობას, 2025 წელს პროკურატურამ შეისწავლა შეშმო დაზარალებულთა და არასრულწლოვანთა 217 საქმე, მათ შორის 28 არასრულწლოვნის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნდა რეკომენდაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესუალური ასპექტები, რომელშიც მათ შორის განსაზღვრულია ინტელექტუალური და კომუნიკაციის დარღვევის მქონე ბავშვების გამოკითხვის წესი. და ტრადიციულად იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციების გაწევას და იურიდიულ დახმარებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, თუ საქმეში, რა თქმა უნდა, არ მონაწილეობს მათ მიერ აყვანილი ადვოკატი. დასაქმების მიმართულებით 2025 წელს ამოქმედა სახელმწიფო პროგრამა დასაქმების ხელშეწყობის, რომელიც დამტკიცდა 2024 წლის 31 დეკემბერს და რომელიც მოიცავს ასევე შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტს. 2025 წელს ჩატარდა 6 დასაქმების ფორუმი დასაქმების სააგენტოს მიერ, სადაც მონაწილეობა მიიღო 203 დამსაქმებელმა და 900-ზე მეტმა პირმა. და ამ ყველანაირი აქტივობის შედეგად დასაქმდა 161 შეშმო პირი 2025 წელს. ინკლუზიური განათლება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის. სამინისტროში მოგეხსენებათ, შეიქმნა სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი, ასევე ფუნქციონირება დაიწყო სერვისების ინკლუზიურად განვითარების საკოორდინაციო საბჭომ. საანგარიშო პერიოდში რესურს სკოლებში მომსახურებით უზრუნველყოფილი იქნა 485 ბენეფიციარი. 2025 წელს პროფესიულ საგამანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა სპეციალური საგამანათლებლო საჭიროების მქონე 238 პირი. და 25-26 სასწავლო წელს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭა 73 შეშმო პირს, სამაგისტრო გრანტი მიენიჭა 13 შეშმო სტუდენტს. საანგარიშო პერიოდში შემუშავდა რამდენიმე გზამკვლევი, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დასწავლის სირთულეების მართვა, ალტერნატიული კომუნიკაცია და ალტერნატიული სასწავლო გეგმა გონებრივი განვითარების მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალური საგამანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება მრავალფეროვანი საგამანათლებლო კურსები და ტრენინგები მასწავლებლებისთვის. რაც შეეხება კულტურულ და სპორტულ აქტივობებში ჩართულობას, ამ მიმართულებითაც ანგარიში ძალიან მრავალფეროვანია. სახელმწიფო თეატრებში, მუზეუმებში, მუსიკალურ ცენტრებში გაიმართა არაერთი ღონისძიება შეშმო პირებისთვის და შეშმო პირების მონაწილეობით, მოეწყო გამოფენები, გაყიდვები, ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტი და ყველა სახელმწიფო უწყება იყო ამ პროცესებში ჩართული წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ ასევე, რომ პარალიმპიური კომიტეტის ეგიდით თბილისში გაიმართა 3 საერთაშორისო ტურნირი და ზოგადად პარალიმპიელები ძალიან აქტიურები არიან სხვა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიმართულებითაც. და ბოლოს, რაც შეეხება სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, ამასაც კანონი გვავალდებულებს, დაინერგა ახალი სტატისტიკური სისტემები, მათ შორის პარალიმპიურ კომიტეტში, კულტურის, ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებში, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურში და ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში.
მნიშვნელოვანია ასევე ვახსენოთ, რომ SAGSAT-მა შეშემოპირთა სტატისტიკის პორტალზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ შექმნა, დაამატა მაჩვენებელი SSM პირებზე პროფესიულ საგამააცლებლო დაწესებულებებში. ეს იყო ძალიან მოკლედ ანგარიშის შესახებ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გამოწვევები ამ მიმართულებით რჩება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ყოველ წელს ჩვენს მიერ მომზადებული ანგარიში გაცილებით უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს და უფრო დატვირთული არის აქტივობებით, იმიტომ რომ ცნობიერება იზრდება, სახელმწიფო უწყებები უფრო კარგად აცნობიერებენ, რომ უფრო მეტი სამუშაო აქვს ამ მიმართულებით ჩასატარებელი და ჩვენც რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ მათ დავეხმაროთ. დიდი მადლობა. კეთილი, მადლობა ბატონო ნიკო. ეხლა უწყებებს ხო მანიშნოთ თუ აქვს სურვილი, თქვა ცირე გამოსვლის და შემდეგ გადავართ კითხვა-პასუხზე. ქალბატონ ირინა სურს, ჟანდაცვის სამინისტროდან ამბობს, რომ ხო ქალბატონო ირინა. დიდი მადლობა ანგარიშის წარდგენისთვის. ბატონო რატი მე შევეცდები, ახლა ძალიან ფართე თემა არის და შევეცდები რომ მოკლედ გითხრათ ჩვენი პოზიცია. კეთილი, ქალბატონო ირინა ბუჩკაძე, ჯობია მაინც ახლა ცოტა მოკლედ რო თქვა, იქნა გამოდიან, რომ მე რაიმე თემებზე იქნება კითხვები, მანდ უფრო მოგვეცემა შესაძლებლობა და ანგარიში ძალიან დეტალურად არის წარმოდგენილი ეს ინფორმაცია. ხა ძალიან მოკლედ შევეცდები ჯანმრთელობის დაცვით რო დავიწყოთ, ხა აქ გაუმჯობესებული პაკეტებით რო სარგებლობენ შეშემოპირები, ამაზე აღარ ღირს ყურადღების გამახვილება, ერთადერთი რაც მინდა ვთქვა, აი გასულ წელს რეფერალური მომსახურების პროგრამას დაემატა ბავშვთა კარდიოქირურგიული, 18 წლის ასაკამდე ბავშვთა კარდიოქირურგიული მომსახურება ჟენევის ძალიან მაღალ ტექნოლოგიურ და მაღალი კვალიფიკაციის ექიმებით დაკომპლექტებულ კლინიკაში იმ მეთოდებით, რომლით მკურნალობა საქართველოში ამ ბავშვების არ ხდება. და რეფერენტული ფასები, ესე იგი მედიკამენტების რაოდენობა გაიზარდა რამდენიმე ასეულით, რომელიც დაექვემდებარა რეფერენტულ რეგულირებას და შესაბამისად შემცირდა მათ ღირებულება ძალიან შესამჩნევად. ხა სოციალური პროგრამებს რაც შეეხება, წლევანდელი სოციალური პროგრამის ბიუჯეტი შაშანდელთან შედარებით დაახლოებით 25 მილიონით არის გაზრდილი, რაც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავზარდოთ ერთი მხრივ გეოგრაფიული დაფარვის არეალი და ხელმისაწვდომობა და მეორე მხრივ გავზარდოთ ის დაფინანსება ჩვენი პროვაიდერი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მომსახურებას აწვდიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. რამდენიმე სიახლეზე მინდა ძალიან მოკლედ ყურადღების გამახვილება და ბევრ დროს არ წაგართმევთ, ჩვენ შედავნერგეთ მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციის ახალი წესი. ახლა ნახეთ აქ რაში არის საქმე. ჩვენ ბოლო წლებში ძალიან გაგვეზარდა მომსახურების მიწოდებელი ორგანიზაციების რაოდენობა და ამან განაპირობა ის, რომ განსაკუთრებით დიდ ქალაქებში გვაქვს მომსახურებები, სადაც არის ასეულობის თავისუფალი ადგილი. ეს ეხება ბავშვებს, ხანდაზმულებს და განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ამიტომ ჩვენ რომ გავაანალიზეთ ეს სიტუაცია, თავისუფლება მივეცით, რომ შემოგვეღო რეგისტრაციის განსხვავებული პროცედურები ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც აი ასე ვთქვათ, ახალი შემოსული არის ამ პროცესში. და ვთხოვთ მათ რას, რომ და თუ მომსახურება არ არის დეფიციტური, ანუ თუ არის დაფარული ყველა ბენეფიციარის საჭიროება და უფრო მეტიც გვაქვს თავისუფალი ადგილები, ჩვენ ახალ ორგანიზაციას ვთხოვთ, რომ დააკმაყოფილოს სტანდარტები იმაზე უფრო მაღალი სტანდარტები, ვიდრე ეს არის კანონმდებლობით განსაზღვრული. ეხლა ეს რას ნიშნავს? მან უნდა გვაჩვენოს, რომ მას ექნება მომსახურების უფრო მაღალი ხარისხი და ესაც არ არის საკმარისი. ასევე უნდა გვაჩვენოს, რომ ეს მის მიერ შემოთავაზებული რაღაცა ინოვაციური მიდგომები კონკრეტული ბენეფიციარების, ამ შემთხვევაში შეშემოპირების მდგომარეობაზე დადებითად აისახება. ეს პროცესი ძალიან ისეთ სერიოზულ მონიტორინგს დაექვემდებარება ჩვენი მხრიდან და თუ არ შესრულდება ორგანიზაციის მიერ, აი ეს თავიდან მოცემული დაპირება, ის რეგისტრაცია მას გაუქმდება. ეს არის ერთგვარი ექსპერიმენტი ჩვენ გვესმის, მაგრამ მზად ვართ აი ამ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტის ჩასატარებლად. და მეორე სიახლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის დისტანციურად მინიჭება. ეს ესეთი მაინც ესეთი სიახლე არ არის, იმიტომ რომ აქამდე ხდებოდა, მაგრამ ხდებოდა ძალიან ქაოტურად, იმიტომ რომ ზოგიერთი დაწესებულება საერთოდ თუ არსებობდა საზღვარგარეთ მყოფ პირს, რომელსაც აიქ ყოფნის მომენტში დაუდგებოდა შეშემო სტატუსის პირველადად მინიჭების ან გაგრძელების საჭიროება, ზოგიერთი ეუბნებოდა თანხმობას, მაგრამ ძალიან არაერთგვაროვანი პრაქტიკა იყო ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს პროცესი მოვაწესრიგეთ, გავაკეთეთ აი კონკრეტული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის განმახორციელებელი კლინიკების ჩამონათვალი, სადაც საზღვარგარეთ მყოფ პირს შეიძლება დისტანციურად მიმართოს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და თუ ეს საშუალებები იძლევა ამ ადამიანის ვიზუალური აღქმის შესაძლებლობას და დოკუმენტაციით არის ეს ყველაფერი გამყარებული, მას შეუფერხებლად მიენიჭება ეს სტატუსი და უპრობლემოდ ისარგებლებს იმ ბენეფიტებით, რომელიც არის გათვალისწინებული ამ სტატუსის შემთხვევაში. და ბოლოს აი ძალიან მოკლედ კიდევ ერთი საკითხი, უბრალოდ არ შემიძლია რომ არ შევეხო ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლას, თქვენ შეეხებოდით დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი ახლა საქართველოში ვიცით რომ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მაგრამ ნუ საწუხაროდ ახლა დღემდე არ არის ბოლომდე მიყვანილი და იმისთვის რომ აი ჩვენ ბოლო, ასე ვთქვათ, ბოლო ძალები მოვიკრიბოთ და ერთხელ და სამუდამოდ ამ მოდელის დანერგვაზე ვიზრუნოთ,
ვთქვათ, ჯანდაცვის სამინისტროში შევქმნით უწყებათა შორისი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც უშუალოდ აი ამ მოდელის დანერგვაზე იმუშავებს, ყველა დაინტერესებული პირის თუ ორგანიზაციის ჩართულობით და მისი ძირითადი ფუნქცია იქნება ის, რომ ერთად ვიმსჯელოთ რა არის საქართველოსთვის ყველაზე უფრო მეტად მისაღები მოდელი ამ სტატუსის დანერგვის, როგორც ინსტიტუციური მოწყობის, ასევე პროცედურული თუ შინაარსობრივი თვალსაზრისით. და ამ მხრივ გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო წინ. დიდი მადლობა. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ირინა, მე მგონი უკვე გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე. მანამდე თქვენის ნებართვით გარკვეულ კომენტარებს მე გავაკეთებ ვისარგებლებ როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მანდატით. შემდეგ წესიეთია რომ პარლამენტარები დასვამენ კითხვებს თუ მათ გააჩნიათ რა თქმა უნდა და მე უკვე დამსწრე საზოგადოებას ექნება ამის შესაძლებლობა. მე რამდენიმე საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება და ეს უფრო მეტად არ არის კითხვა, რომელსაც გთხოვთ პასუხს, არამედ არის ის, რაც საბოლოო ჯამში ოქში უნდა და ოქში უნდა შევიდეს და სწორედ ამისთვის მინდა რამდენიმე საკითხს შევეხო. და დასკვნასაც დაიწერება უკვე კომიტეტის მხრიდან, აი ამ დასკვნაში უნდა აისახოს ის რეკომენდაციები საბოლოო ჯამში, რაც კომიტეტს ექნება. პირველი დასაკრებულად დავიწყებ ბიოფსიქოსოციალური მოდელით, ეს არის ფუნდამენტური საკითხი და ეს არის ის, სადაც უნდა ვაღიაროთ და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ გვაქვს ჩავარდნა, რაც არ გვებადიება. ამიტომ სასწრაფოდ არის ამაზე მისაღები ზომები და ძალიან იმედის მომცემი არის ის პროცესი, რაც დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროში. მე ოპტიმისტურად ვუყურებ, რასაკვირველია ამ პროცესს და აქვე გამოვთქვათ, რომ საქართველოს პარლამენტიც არის მზად, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული იმისთვის, რომ ჩვენ წლის ბოლომდე უკვე გქონდეს კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული. რა თქმა უნდა, ერთ დღეში ვერ გადავართ და ვერ დავნერგავთ ბიოფსიქოსოციალურ მოდელს, სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთის, დღემდე გადასulis პოლონეთის, დღემდე ასე ვთქვათ, გარდამავალ პროცესებში არიან, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმისი უფლება, რომ არ გქონდეს კონკრეტული გეგმა, არ გქონდეს კონკრეტული მიმართულებები, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჭირდება ამ საკითხს, დაჭირდება საკანონმდებლო ცვლილებების და აქაც ასაკურველია ჩვენ სრულ მზაობას გამოვთქვათ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამ შემთხვევაში იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონზე მუშაობის დროს იყო, როდესაც თქვენ მაშინ იუსტიციის სამინისტროსთან ბატონ მიხეილთან ერთად იყავით ჩართული და ფაქტობრივად ერთად შევქმნით ის დოკუმენტი, რომელთაც დღეს გაეროს ცალკეული ქვეყნებიც და კომიტეტის წევრებიც ამაყობენ. შემდეგი არის პერსონალური ასისტენტის საკითხი, რომელსაც შევეხები. პირველ რიგში ვიტყვი, რომ უმნიშვნელოვანესი იყო პერსონალური ასისტენტის დაწყება, ამ სერვისის ჩაშლა, ესე ვთქვათ, მათ შორის რეგიონებშიც. არავის ჰქონდა იმის ილუზია, რასაკვირველია, რომ ამ პროექტის განხორციელებისთანავე ყველაფერი უხარვეზოდ იქნებოდა, ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, რა თქმა უნდა, გვექნებოდა გარკვეული ხარვეზები, ისეთი საკითხები, რომელიც შემდგომ დაკვირვებას და ვთქვათ, აი ცვლილებებს მის საჭიროებას გააჩენდა. ამიტომ პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა ყველას, ვინც ჩართული იყო პერსონალური ასისტენტის პროგრამის დანერგვაში, მაგრამ ფიქრობ, რომ განსაკუთრებით ეს ეხება მუნიციპალიტეტებს, რეგიონებში განხორციელების წესში არის ცვლილებები აუცილებლად შესატანი. და ის უფრო მეტად უნდა იყოს მორგებული როგორც შეშინო პირთა საჭიროებებზე, ასევე სერვისის განვითარებაზე. ამიტომ იქნება ის ბიუროკრატიული ნაწილები, იქნება ისეთი ჩანართები, რომელიც ვთქვათ, სამედიცინო ჭრილში წარმოადგენს პრიორიტეტებს. ამ მხრივ ეს ასე არ უნდა იყოს, ამიტომ ამ მხრივათაც ვფიქრობ, რომ პერსონალური ასისტენტის დაფინანსების წესში ცვლილებები ნამდვილად არის შეტანილი პირველ რიგში ადამიანის უფლებებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფის პარადიგმიდან დანახვით. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გეოგრაფიული არეალი ყოველწლიურად იზრდება, პროგრამებს გულისხმობ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებიდან და თქვენს აღნიშნეთ თქვენს გამოსვლაში და ეს მნიშვნელოვანი არის, რომ იზრდება სერვის პროვაიდერების რაოდენობაც. ეს ასევე ნიშნავს, რომ სათემო ორგანიზაციები ძლიერდებიან და ამიტომ ეს ამას მრავალმხრივი ბენეფიტი მოაქვს, რასაკვირველია. თუმცა გეოგრაფიული არეალის და მისაწვდომობის გაზრდა სანამ ბოლომდე არ იქნება დაფარული, ყოველთვის იქნება ჩვენი ყურადღების ქვეშ და ეს აუცილებელი არის. ქალბატონი დანაგვესწრება აქვს, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში მსგავსი სერვისების დანერგვის პიონერი არის და ესეც მნიშვნელოვანი არის, ამიტომ ჩვენ ერთობლივად აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ გეოგრაფიული არეალი სრულად იყოს
დასაფარული და ეს შიდა მიგრაციის საფუძველი არ იყო სერვისის მიღების საჭიროება იმ ოჯახებისთვის, სადაც შეშემო ბავშვები, ახალგაზრდები არიან. მისაზღვრეობის ეროვნული გეგმა ეს არის ის ვალდებულება, რომელიც პარლამენტმა დააწესა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მიმართ, მაგრამ ჯერჯერობით ამ მხრივ წინ ვერ წავიციეთ, რაზეც ჩვენ აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პარლამენტი უყურებს ეს სამსაკითხს, რომ არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს იქნება დამოუკიდებელი დოკუმენტი თუ იქნება ინტეგრირებული შიშიმ პირთა სამთავრობო სამოქმედო გეგმაში. აუცილებელია უბრალოდ, რომ ჩვენ გვქონდეს ერთიანი ხედვა, თანმიმდევრული პოლიტიკა და დროში გაწერილი აქტივობები იმისთვის, რომ მისაწვდომობა როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული იყოს უზრუნველყოფილი. და ამ გეგმას მივყვეთ, იმიტომ რომ შემდეგ მისი დანახვაც უფრო მარტივი იქნება, მონიტორინგიც უფრო მარტივი იქნება და ეხაც კეთდება, მართლა ბევრი კეთდება და კარგად კეთდება, მაგრამ ეს არ არის ერთობლივად თავმოყრილი, ეს არ არის ერთობლივად შესწავლილი და როდესაც ესე მიმდინარეობს პროცესი, იქ უფრო მეტი არის კი რომ სადღაც რაღაც არ იყოს ესე კარგად გაკეთებული, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ერთიანი ხედვის, ერთიანი გეგმის არსებობა, როდესაც ფიზიკური სერვისებისა თუ ციფრულ მისაზღვრეობაზეა საუბარი. ვახსენეთ ასევე პარკინგები და ამაზე ჩვენ კომიტეტსაც მოგვიწევს მუშაობა, რასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრია ესეთ შემთხვევები და უკვე ჩვენთანაც ბევრი შემოდის ესეთი შინაარსის ჩივილები შიშიმ პირების მხრიდან, რომ მოხშირდა, როდესაც არამიზნობრივად და არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ შიშიმ პირთა საპარკინგო ნიშნებს. და სამწუხაროდ ამ მხრივ არ ხდება უფლებების დაცვა შიშიმ პირების. აქ რაღაც ხარვეზი გვაქვს კანონში, ამიტომ ამაზე ჩემ კომიტეტის აპარატსაც ვთხოვ, რომ უნდა შევისწავლოთ ეს საკითხი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება არაკეთილსინდისიერი გადაცემა ხდება, არ ვიცი. პრობლემა არის, რომ ის ადამიანი, რომელიც არ არის შიშიმ პირი, სარგებლობს შიშიმ პირთა საშვით და ეს ძალიან ბევრ ოჯახს უქმნის პრობლემას. რკინიგზო მიმართულებით იყო საუბარი იმაზე, რომ მისაწვდომობა გაიზარდა, ეს ნამდვილად ესეა, მაგრამ კრიტიკული გამოწვევა რჩება ისევ ბილეთების შეძენა შიშიმ პირებისათვის, რომელიც მოუქნელი სისტემით ხორციელდება. პლუს ამას არ ემატება ის, რომ თუ შიშიმ პირი მგზავრობს, მას უხდება ბილეთის გადახდა ასისტენტისთვის, როდესაც ასისტენტი საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე ბევრად უფრო დაბალი სიმბოლური ტარიფით სარგებლობს ხოლმე ამ შემთხვევაში. თანამედროვე ტექნოლოგიების აპლიკაციების პირობებში ეს არ არის რთულად გადასაჭრელი საკითხი, მაგრამ აუცილებელი არის მისი გაკეთება. ტექნიკურ რეგლამენტზე რა თქმა უნდა ჩვენ მუშაობთ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად და ჩვენი ვთქვათ ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, რომ დათქმულადებს არ გადავცეთ და დარწმუნებული ვარ, ესეც იქნება, გულისხმობ ვებ მისაწვდომობის ტექნიკურ რეგლამენტს. დასაქმებასთან დაკავშირებით გვაქვს გამოწვევები და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ნამდვილად გასაძლიერებელია პროგრამა და აუცილებლად ესეც რეკომენდაცია აისახება კომიტეტის დასკვნაში. სტატისტიკასთან დაკავშირებით კი იზრდება გარკვეული ხედვები, მაგრამ ეს სტატისტიკა მაინც არ ასახავს იმ რეალობას. მე მესმის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ზუსტი სტატისტიკა არ გვექნება მანამ, სანამ ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე არ გადავართ, ისე ვერ დავინახავთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკეთესი სტატისტიკა დღესაც შეიძლება რომ გქონდეს. ამიტომ ამ მიმართულებითაც გასაძლიერებელია მუშაობა. ხალბატონი მაკა არის ნასყიდაშვილი გვესწრება, რომელიც ხშირად გვიზიარებს ხოლმე იმ ჩივილებს, რაც პრაქტიკულად ხდება და მისი ვფიქრობ შეფასებები ყოველთვის ობიექტური არის, ამიტომ ალბათ თვითონაც ითქვის თავის სიტყვაში გარკვეული მედიკამენტების მისაწვდომობა იქნება თუ ფსიქიკური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, თქვა რაღაცა დამატებითი ბიუროკრატიული მექანიზმების მოხსნა, ეს საკითხიც ანგარიშგასაწევი არის და ბოლოს ჯერა დავასრულებ დასრულთა შიშიმ პირთა რეაბილიტაციის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ ხრივათაც, მადლობა მინდა უთხრა ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა რეალობასაც უყურებთ უფრო მეტად ეს ცვლილებები შეეხო იმ ადამიანებს, ვინც გადაიტანეს ინსულტი და ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციას გადიან და არ ეხებათ იმ მეტრით მოსარგებლე ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ სპინალური დაზიანება, სადაც ცოტა განსხვავებული მეთოდოლოგია და მეთოდები არის საჭირო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კომპონენტიც უნდა მოხდეს აქ და განსაკუთრებით იმ სპინალური დაზიანების მქონე ადამიანების, ვინც ეხლა მიიღეს ეს დაზიანება და აი ტრამვიდან დაუყოვნებლივ არის რეაგირება საჭირო, რომ იქ არ გამოიწვიოს
თუნდაც თვით ინიციატივებმა ნაწოლები, სხვადასხვა სახის დაზიანებები და ასე შემდეგ. ამით ჰიგიენური პროცესების მოწესრიგება და ასე შემდეგ. თუ პირველივე თვეებში და კვირეებში და დღეებში არ მოხდა ჩარევა, შეიძლება მერე ისეთი გართულებები მივიღოთ, რომ მის გამოსწორებას წლები დაჭირდეს. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, ის რაც გვინდა რომ რეკომენდაციებში აისახოს. ეს როგორც აღნიშნე, კითხვებისთვის არ დამისვავს, უბრალოდ ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ჩემი თუ სხვათა გამოცდილებით, შეშრომის მიმართულებით აუცილებელია რომ მოხდეს დასკვნაში. ახლა ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმში. ბატონ ზურას აქვს კითხვა. მოგესალმებით, კოლეგებო, მოგესალმებით ამ საზოგადოებას. ძალიან კარგია ანგარიში, მივესალმები. ერთ დეტალს გამოვყოფ პრინციპში ბატონმა რატი მისაუბრა იმ გულის ტკივილზე გარკვეულწილად, რაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ ერთი დეტალი მინდა დავამატო ამ ყველაფერს, რომ საქართველოს სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოა და ალბათ აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ იმ პროდუქტების შექმნაზე თუ უზრუნველყოფაზე, ისეთ მოწყვლად ჯგუფებზე, როგორც შეშმოპირები არიან. თბილისში ვცხოვრობთ, უბრალოდ მაგალითად მომყავს თბილისის მაგალითი და ჩვენ ვხედავთ, რომ კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო უწყებები ვალდებულებიც არიან და ჩართული არიან, რომ თუნდაც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მოწესრიგებული იყოს აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს რომ უყურებთ, გარკვეული მოდი ესე ვთქვათ, ინვესტორები ამ ყველაფერს არ ითვალისწინებენ. რაღაცა ჩემი მოწოდებასაც არის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ იქნებ დავავალდებულოთ ყველა, ეს იქნება დაწყებული დეველოპერი თუ ვთქვათ, მცირე მეწარმე, რომელიც გარკვეულ ინვესტიციას ახორციელებს და ინფრასტრუქტურულად აწყობს გარკვეულ სივრცეებს, რომ ვალდებულები იყვნენ ისინი გაითვალისწინონ შშმ პირთა უფლებები მაგრამ ძალიან ხშირად ბატონო რატი მე ასე კი ბატონო, მაგრამ ერთია რომ არიან ვალდებულება, ამიტომ თქვი რომ ვალდებულებად ჩვენს გვიწერია კონსტიტუციაში, მაგრამ მეორეა ამის აღსრულება, რამდენად ვასრულებთ ამ ყველაფერს. ამას გულისხმობ მე რომ არის ერთი ვალდებულება, რაც წერია, რასაც თქვათ მივუთითებთ, როდესაც თქვათ გარკვეულ ნებართვებს გავცემთ, მაგრამ არის მეორე აღსრულების მექანიზმი, რამდენად ასრულებენ ეს ადამიანები. ამიტომ რაღაცნაირად ესე გულისხმიერებით რომ მიუდგეთ ამ საკითხს და მოვთხოვოთ ძალიან მკაცრად, იმიტომ რომ მათ შეიძლება თავისუფლად თქვათ, აქვთ საშუალება ამ ყველაფრის რომ მოაწესრიგონ და რიგი მიზეზების გამო ეს ყველაფერი არ წესრიგდება, შემდეგ აი მე პირად მაგალითს გეტყვით, ჩემს სამეზობლოში მოხდა რომ გარკვეულად დიდი აჟიოტაჟის, დავაკამათის და ამის შემდეგ მე ინება კომპანიამ და გააკეთა ეს ყველაფერი. თუმცა მას თავიდანვე, რასაც თქვენ ამბობთ, ქონდა ვალდებულება, ხო? ამიტომ ამბობ რომ რაღაცნაირად აი ასე რაღაც დაბალი დონიდან ჩვენ ნელ-ნელა თუ დავიწყებთ, ალბათ ყველა გაითავისებს რომ ეს ისეთი ვალდებულებაა, რომელსაც არათუ არ გაექცევი, ვერ გაექცევი, იმიტომ რომ სახელმწიფოს მხრიდან იქნება მკაცრი ზედამხედველობა. მადლობა. ეს კითხვა ვთქვათ მე ჩვენ თავზე მივიღებ, იმიტომ რომ ალბათ ახლა მისაწვდომობის თემას ეხება ძირითადი ადრესატი ალბათ მე ვარ მაინც ამ კითხვის და მაინც გეტყვით შემდეგს რომ პრინციპში კანონმდებლობა ამ მხრივ გვაქვს საკმაოდ მაღალი დონის და ამ კანონმდებლობას რომელიც მისაწვდომობის შესწორებების თვალსაზრისით მივიღეთ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. კანონი მართლაც ვფიქრობ რომ არ საჭიროებს ცვლილებებს, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შენობების და მშენებლობის კლასების მიხედვით და ასევე გეოგრაფიული არეალის მიხედვით არის სხვადასხვა ზომის სანქციები, არის განსაზღვრული კონკრეტული პასუხისმგებელი პირები მის აღსრულებაზე და რაც თავარია ეს სანქციები გრძელდება მანამ, სანამ არ ხდება გამოსწორება სიტუაციის, ანუ ყოველ ჯერზე, თქვა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ეძლევა გაფრთხილება და თუ გაფრთხილების შემდეგ ერთ თვეში არ მოიყვანას შესაბამისობაში მისაწვდომობის ეროვნულ სტანდარტებთან, რომელიც ასევე ძალიან მაღალი კლასის დოკუმენტი არის, მას ხდება დაჯარიმება. ეს კანონი და ამოქმედა მას შემდეგ, რაც მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები მივიღეთ.
ეს არის 2022 წლის გაზაფხულს. ეხლა ჩვენ პირდაპირ გეტყვით, ფიქრობთ ესეთ რაღაცას, რომ ხედავთ ამ ხრივ რომ მისაწვდომობა ნამდვილად გაიზარდა, იმასაც მოვჩვენოთ, რომ სადღაც ამისი პრობლემები არის. ამიტომ ეხლა ეს არის შესაძლებელი, ეს პრობლემები არის იმისი, რომ თქვა ვიღაც არაკეთილ სინდისიერად ასრულებს, თუ ამის პრობლემები არის ზედამხედველის ის არ უწევს შესაბამის კონტროლს და ეფექტურ ზედამხედველობას ამასთან დაკავშირებით. ამიტომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი აპირებს, რომ ამაზე გააკეთოს მოკვლევა. ჩვენ აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ის თუ ჩვენს მიერ მიღებული კანონი რამდენად ეფექტურად მუშაობს, თუ არ მუშაობს, სად არის გამოწვევები, რა გამოწვევები არსებობს ამასთან დაკავშირებით. ზეპირი საუბრით, რაც მაქვს, საკმაოდ მაღალი არის დაჯარიმების პრაქტიკა, მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების არ შეუსრულებლობიდან გამომდინარე მერიაში. ახლა ამის ოფიციალური მონაცემები არ მაქვს, მაგრამ ვაპირებ, რომ გამოვითხოვო ეს და საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, მაგრამ საუბარია რამდენიმე ასეულ შემთხვევაზე, როდესაც მოხდა დაჯარიმება. ამიტომ ესეც საინტერესო სტატისტიკა იქნება და ის სტატისტიკა ამ დაჯარიმებებში რეციდივი რამდენი არის ასე შემდეგ ანუ ამაზე ჩვენ გვჭირდება სრულფასოვანი კვლევის ჩატარება და თუ დამატებით ეს კვლევა გამოკვეთავს კანონშემოქმედებითი საქმიანობის საჭიროებას ესეც მოვიქცევით თუ სხვა საჭიროება იქნება იგავ ძლიერებ ჩვენს მუშაობას მაგრამ საპარლამენტო ზედამხედველობა ეხლა უნდა დავიწყოთ იმიტომ რომ აქამდე ვერ დავიწყებდით 22 წლის გაზაფხულზე შევიდა ძალაში ამის შემდეგ დამტკიცებულ პროექტებზე გავრცელდა ის და სანამ ეს პროექტები არ დაიწყებდნენ განხორციელებას, ექსპლუატაციაში შესვლას, მანამდე ჩვენ ამას ვერ შევისწავლით. ამიტომ ვფიქრობ, ეხლა საშემოდგომო სესიაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეს უნდა იყოს, ასე ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას. სკოლებზე და ამათეს ქალბატონი ბარი. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოხსენებებისთვის. ეგ კითხვა ხა პირდაპირ ჩვენ არ გვეხება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მინდა აუცილებლად სკოლების ნაწილზეც ვისაუბრო, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ავტორიზაციის ნაწილი, სტანდარტის ნაწილია და უბრალოდ ვერ გაივლის ავტორიზაციას საწესებულება, თუ ის ამ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, მას მიეცემა პირობითი ავტორიზაცია და შემდგომ პერიოდი, რომ ეს გამოასწოროს. თუმცა პრობლემას ჩვენ ვაწყდებით არა ახალა შენებული შენობების შემთხვევაში, ძველ შენობებთან. და იქ პირობითი ავტორიზაციის პირობებში ვცდილობთ მაქსიმალურად ადაპტირება მომახდინოთ იმ სივრცეების, რაც ძალიან რთულია და ხანდახან ხდება, რომ პირველ სართულს ვიყენებთ ძირითადად და მოკლედ მან ძალიან ბევრი გამოწვევებია, მაგრამ მან არც დამკვეთია არაფერში და არც კი ბატონო. მაგაზე მადლობა მინდა უთხრა ნამდვილად განათლების სამინისტროს ერთ-ერთი საუკეთესოდ ორგანიზებული პროცესი აქვს მისაწვდომობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურის მისაწვდომობაზე ვლაპარაკობთ, ეს ნამდვილად ესე არის და თითოეული სკოლა, რომელიც შენდება როგორც მისაწვდომობი ეროვნული სტანდარტების, ასევე ნორვეგიული სტანდარტების გამოყენებით და საერთაშორისო დონეზე ნორვეგიული სტანდარტი და ამერიკული სტანდარტი, ასე ვთქვათ, ყველაზე მაღალ სტანდარტად ითვლება და სწორედ ამის სიმბიოზია ჩვენი მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები და ის ნორვეგიული სტანდარტი რომელიც საკანონმდებლო მიმართულებით გამოიყენება სამინისტროში. ბატონ ნიკოსაც უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან მოკლედ გამოგვეხმაურები უბრალოდ შეკითხვას, როდესაც ფიზიკურ მისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, აქ ძირითადად ორი მიმართულებით არის სამუშაო. ერთი არის 22 წლის მერე, მას მერე რაც კანონი უკვე მიღებული არის და ვალდებული არის ყველა დეველოპერი თუ მშენებელი, რომ ეს გაითვალისწინოს კანონის მოთხოვნები და თუ არ გაითვალისწინებს, მერე უნდა მოხდეს მისი დაჯარიმება, აღსრულებაში უნდა გადავიდეს და ასე შემდეგ. და ამ მიმართულებითაც მუშაობა არის, თუმცა შეიძლება კიდევ უფრო აქტიური იყოს და ეს სტატისტიკაც სანახავია ბუნებრივია, მაგრამ აქ მეორე გამოწვევა არის კიდევ უფრო დიდი, როდესაც ფიზიკურ მისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, 2022 წლამდე უკვე აშენებული შენობები, უკვე აშენებული გზები, უკვე აშენებული ინფრასტრუქტურა. აი იმის გასწორება და იმის იქ მისაწვდომობის ასე ვთქვათ საკითხის უზრუნველყოფა არის გაცილებით უფრო პრობლემური, იმიტომ რომ დაკავშირებული არის ძალიან დიდ ხარჯებთან და კარგი დაგეგმა სჭირდება და ამიტომ არის სწორედ რომ მისაწვდომობის სამოქმედო გეგმა, რომელიც ბატონმა რატიმაც ახსენა, ამდენი ხანი არის, რომ ასე ვთქვათ, ჩაშვებული არის მილში, მაგრამ ჯერჯერობით მაინც საბოლოოდ ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სხვა საკითხს უკავშირდება ეს და კარგად არის დასაგეგმი. თუმცა ამაზე მუშაობთ ახლა, მოგეხსენებათ, რომ ადამიანის უფლებების ეროვნული სამოქმედო გეგმას
სხვა და გასდის მიმდინარე წლის ბოლოს და მომავალი წლიდან გვექნება ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმა და აქ იქნება ინტეგრირებული შშმ პირთა უფლებების საკითხების და მათ შორის მისაზრდომობის საკითხების ფიზიკური ისევე როგორც ვებ მისაზრდომობის საკითხები. კეთილი ეს დისკუსია კიდევ ერთხელ მარწმუნეს ამდენად მნიშვნელოვანი არის მისაზრდომობის ეროვნული გეგმის არსებობა, რომ სწორედ ზუსტად იმ შენობა ნაგებობებზე, იმ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რომლებიც 2022 წლამდე არის აშენებული, უზრუნველყოთ მისაზრდომობის ეროვნული სტანდარტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის განხორციელება. ხალბატონო სოფიო, გთხოვთ. მადლობა, ბატონო რატი, თითქმის ყველა საკითხი ჩამოთვალეთ, რაც მინდოდა ყურადღების გამახვილება და ეს არის სწორი მიდგომა, როდესაც ვლაპარაკობთ პრობლემებზე, თვალს ვუსწორებთ პრობლემებს და ამის შემდეგ შესაძლებელია გამოსავალის უფრო ესე რეალური გამოსავლის მოძებნა, რომელიც შედეგიანი იქნება. სულ ორი საკითხი, სამი საკითხი მაქვს, რომელზეც მინდა თქვენი პასუხი მოვისმინო. ძალიან კარგია ცნობიერების ამაღლების ეს ღონისძიებები, ბევრია. მე უბრალოდ მაინტერესებს რა ინდიკატორით ამოწმებთ მე ამას შედეგი ეფექტიანი იყო თუ შედეგიანი, ამდენად შედეგიანი იყო. სხვა ტიპის ღონისძიებები ხარ გჭირდება, ან რაღაც უფრო მრავალფეროვნება, ან რაღაცა სხვა სახის. იმიტომ რომ ეს ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც მეტი ინფორმაცია რომ იყოს ხელმისაწვდომი, რა სერვისებით შეუძლიათ ისარგებლონ, რა დაცვის მექანიზმებია შეუძლიათ თუ არა, მაგალითად იციან თუ არა შეუძლიათ რომ გაეროს კომიტეტს მიმართონ, რამდენმა იცის ამის შესახებ. მოკლედ, ბევრია სამუშაო, უბრალოდ მე მაინტერესებს რაც გააკეთეთ, აი ეს რამდენად ეფექტიანი იყო, ამას როგორ ამოწმებთ. და ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოებში ეს, აი მაგალითად აგერ თბილისში მცირე მხედველთა და უსინათლოთა სკოლის გარშემო ინფრასტრუქტურა, გზა, აი რომ მოეწესრიგებინათ, იქ მოქალაქეებს დასჭირდათ, არ ვიცი, უამრავი წერილის გაგზავნა და შეხვედრები გამგეობასთან და გამგებელთან, რომ აქ ვიღაცას ეს ამ პრობლემის უბრალოდ აი აღნიშნა და შენიშვნა გაეკეთებინა, რომ შემდეგ ამაზე იმედი მაქვს რაღაც მოგვარდება, უბრალოდ ახლა აღიარებენ ამას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, აი რამდენად ეფექტიანია. მეორე მაინტერესებს დასაქმებაზე ძალიან საინტერესო ციფრები გაქვთ. შეგიძლიათ მითხრათ თუ გაქვთ რაღაცა ესე სტატისტიკა, რა ტიპის კომპანიებში დასაქმდნენ, ანუ რა ტიპის დასაქმება არის, ციფრი არის მითითებული საკმაოდ კარგი ციფრია, არ არის ცუდი ციფრი, მაგრამ აი რა ტიპის კომპანიები არიან ძირითადად, ვინც ეს ან რა საქმიანობას ეწევიან, თუ გაქვთ ეს სტატისტიკა. კიდევ ერთი მინდა თქვენ გთხოვოთ, რომ დაინტერესდეთ ერთი კონკრეტული ადამიანის ბედით. მესმის რომ 900 რომ დაეხმარები და ეგ ერთს დაჩაგრავ, ის ერთი დაჩაგრული გაცილებით მძიმე ამბავია. ესეთი გოგონა არის ნანიკო ბრეგვაძე, რომელიც მერიიდან გამოუშვეს და ის ამბობს, რომ დისკრიმინაციულად გამოუშვეს, იქნებ დაინტერესდეთ, გამოცდილი და ესეთი სპეციალისტია, მცოდნეც და გთხოვთ ამას თქვენ პირადად ნიკა, რომ იქნებ დაინტერესდეთ. ეს საკითხი და მესამე ქალბატონ ირინასთან ჯანდაცვის სამინისტროს ამაკ კითხვა. აი თქვენ ნახეთ რომ საბოლოო ჯამში პრემიერმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება და დასჭირდა ამას პრემიერის გადაწყვეტილება. და აი დღეს დუშენის ბავშვებს აქვს შესაძლებლობა რაღაც მიიღონ ის წამალი, რომელსაც ელოდებოდნენ, რომელიც ჭირდებოდა. თქვენ ჯანდაცვის სამინისტრო რატომ იყავით ყრუ ბრმა, რატომ დაჭირდა ხალბატონო სოფიო, ყრუ და ბრმა არის დისკრიმინაციული ტერმინები, ნუ იყენებთ სალანძღავ სიტყვად და არა სალანძღავ სიტყვად არ შშმპირთა საკითხებს გავიხილავ და სალანძღავ სიტყვად არ გამოიყენებია. მე ვერ მოვიტბენ ვერავისგან, რომ მიმართვაში ყრუ და ბრმა ესე ვთქვათ, დამაკნინებელ კონტექსტში იყოს ნახსენები. თქვენ ამითი შეურაცხყოფას აყენებთ ყრუ და სმენის არ მქონე ადამიანებს, უსინათლო ადამიანებს. ძალიან გთხოვთ, ამ კომიტეტში განსაკუთრებით ეს არის პირდაპირ სიზურვილის ენა, ეს არის პირდაპირ სიზურვილის ლექსიკა და ძალიან გთხოვთ, შეიძლება ვერ გაათვისნობიერეთ ეს, გასაგები არის, იმიტომ რომ თქვენ განამდვილად არ ველოდი ამას განსაკუთრებით, ამიტომ ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ. ყრუ, ბრმა, მსგავსი სიტყვები დამაკნინებელ კონტექსტში არც ერთ ვითარებაში არ იხმარება. ეს ძალიან კარგად მომიხსენება და მე არ ვაპირებდი აქ დისკრიმინაციულად ამის გამოყენებას. ეს იყო სამწუხაროდ გამოიყენეთ. არა, თქვენ იღებთ ესე შეურაცხყოფას.
ალბათონო სოფიო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. ხალხი უყურებს ადამიანის უფლებების კომიტეტის ხდომას, სადაც დამაკნინებელი როგორ გაბრალებთ? დამაკნინებელი იყავით ყრუ და ბრმა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს არ ესმით, ვერ ხედავენ და ამახვილებთ ყურადღებას ამაზე. თუ თქვენ ვერ ხვდებით ახლა ამას, ეს ამხელა მაშინ აქ მე მგონი უცნაურ ადამიანები ზღესრებიან და ისინი იტყვიან მაშინ ამაზე კომენტარს. გთხოვთ ამაზე აღარა თქვათ არაფერი. აუცილებლად თქვენ დამაბრალეთ ახლა, თქვენი აღქმებით მაბრალებთ რაღაცას, ამას მიჩვეული ვარ. მაშინ მოუწოდებ მაშინ უსინათლ ადამიანებს გასცენ პასუხი ამ კითხვას. არის თუ არა მისაღები, როდესაც ყრუს დაბრმას დამაკნინებენ რა კონტექსტში. თქმა უნდა, არ არის მისაღები, არ არის მისაღები. ბოდიში. შეიძლება დავასრულებ? ერთი წუთი თუ შეიძლება ჩავერთვი. ბატონო რატი. როგორც თავმჯდომარეს, გთხოვთ მომცეთ უფლება ვინაიდან ამ საკითხთან მიმართებაში ახლა მოცემულობაში ორმხრივი კავშირი გამაჩნია და ერთგვარად არის დიახ ჩემი პასუხისმგებლობა ეს საკითხი ვინაიდან მე დღეს აქ წარმოდგენილი ვარ შესაძლოა ეს ბევრმა თქვენგანმაც იცის პოლიტიკური პარტია გახარია საქართველოსთვის შშმ პირთა პლატფორმის ხელმძღვანელი ცალსახად ვიზიარებ ფაქტს რომ მსგავსი შემთხვევები შესაძლოა მოხდეს და არაერთხელ მომხდარა ესეთი ფაქტები ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან აგერ ამ წუთას ჩვენი პარტიის წარმომადგენლიდან სხვა პარტიის წარმომადგენლისგან სავსებით მისაღებია კორექტული შენიშვნა და შეფასება რომ ეს არის არასწორი ეს არის დამატებით საჭიროებას ქმნის და ამ წინადადებით პირადად თქვენ მოგმართავთ ეხლა რომ შევქმნათ საერთო ეტიკეტი ეთიკის ნორმა ზოგადად პოლიტიკურ პარტიებისთვის და ვნახოთ ვინ შეუერთდება და ვინ დაიცავს შემდეგ იმას რომ მსგავსი ტიპის ტერმინების გამოყენება ჩვენ უბრალოდ ესე დაპირისპირების თვალსაზრისით კი არ ვაქციოთ არამედ უბრალოდ კორექტულად მითითებით აღმოვხრათ ეს პროცესი ვინაიდან თავად შეშმოპირებსაც კი იქონიათ სრულებით გეთანხმებით ეს არის დისკრიმინაციული ტერმინები იმ კონტექსტში როდესაც ადამიანს ვეუბნებით რომ რაღაცას თუ ვერ ამჩნევს ის არის ბრმა ის დიდი მადლობა ბატონო გიორგი შეგაწყვეტინეთ ამიტომ შეგვიძლია ეს საკითხი სრულად ამოვწუროთ ერთის მხრივ ეს ჩემი პასუხისმგებლობა არის და მე ვიზიარებ ამ პასუხისმგებლობას ამ ფარგლებში მადლობა აღმოჩნდა რომ მე არაფერი არ დაგაბრალე მადლობა დიახ რა თქმა უნდა მე საგანგებოდ გამოვიყენე ეს ტერმინები მე რომ დომებოდა ახლა ვეთქვი მაშინ იმ შეფასებას როცა რომ მე ესე ჩემი მიზანი რომ ყოფილიყო აი რაღაც კითხვა დასვით ქალბატონო დავასრულებ ახლა ღმერთო ჩემო გავიგე რომ დამაბრალეთ რომ მე აქ დისკრიმინაციას ვეწევი გასაგებია ბოდის ვიხდი დავასრულებ ხმაში ხوار ვისაუბრებთ დავასრულებ თუ შეიძლება ბოდის ვიხდი თუ ვინმეს უნებლიეთ ამით ვაწყენინე მე ბოდის მოხდა არ მიჭირს თუმცა არანაირი მიზანი მე აქ ამისი არ მქონია ეხლა რაც შეეხება შეფასებას მაშინ შემიძლია მკვეთრი შეფასება გავაკეთო და თუ თქვენ ფიქრობთ დამაკნინებელი შეფასების გაკეთება არ შემიძლია ეხლა ნახავთ როგორ შემიძლია თქვენ რატომ იყავით უმოქმედო რატომ დასჭირდათ მოქალაქეებს თვეობით ქუჩაში დგომა თვეობით აქციების გამართვა მოსმენა უამრავი დისკრიმინაციული დამამცირებელი ბრალდების მოსმენა პირდაპირ ბრალდებების მოსმენა და თქვენ ამ დროს რეალურად არ რეაგირებდით თქვენ იყავით უმოქმედო, უპასუხისგებლო უწყება, რომელიც არ რეაგირებდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებაზე და ეს ადამიანები სიცივეში, წვიმაში, ქარში იდგნენ გარეთ. ქალბატონო უხერხულია. არა, რატო არის ახლა უხერხული? რატო თქვენ როგორ ჩანს კითხვა არ გაქვთ? თქვენ გინდათ არ გაქვთ კითხვა, მაშინ გაეცით, მაშინ დასვით კითხვა. დაასრულეთ მე მგონი. მაშინ ანგარიში აი ახლა ეს იყო დიახ დამაკნინებელი. ეს იყო დამაკნინებელი დიახ ველაპარაკობ რომელი იყო არაკორექტული, რომელი უმოქმედო უპასუხისმგებლო ტერმინებით ილაპარაკეთ, ეხლა კიდევ არა, ნუ ახლა თქვენ სიძულვილისენით საუბრობთ. რომელია სიძულვილისენა? უმოქმედო უპასუხისმგებლო? ხალბატონო მე ამას თქვენ ვეღარ აგიხსნით, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. რატო არ ახსენით? რატომ ახლა ახსენით? თუ რაღაც არ ვიცი
იცი? ავუხსნათ ერთმანეთს. გეუბნებით ეს არის თუნდაც ეს საუბარი არის ძალიან შეუფერებელი. რატომ არის შეუფერებელი? აბა ანგარიშები რისთვის იწერება? რისთვის იწერება ანგარიშები? რატომ არის შეუფერებელი? გასაგებია, რაც არის დამასრულებინეთ, არა, დამასრულებინეთ კითხვა, თქვენ გრძნობთ თუ არა? მაშინ დაამთავრეთ 20 წამს. კარგით, ახლა, დიქტატურა გვაქვს. თქვენ გრძნობთ თუ არა, როგორც მინისტრის მოადგილე, პასუხისგებლობას, პოლიტიკურ პასუხისგებლობას. კეთილი, ამ კითხვაზე შეგვიძლია არ უფასოთ ქალბატონო ირინა, იმიტომ რომ ეს არ არის კითხვა, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, რაც ძალიან სამწუხაროა, მით უმეტეს, იმიტომ არ არის, რომ პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიც იმუშავა ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი არ შეფასება არის უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან არაეთიკური და არასწორია, სხვა ტერმინებით რო არ გამოვხატო, იმიტომ რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ფასდაუდებელი შრომა გაწია ამასთან დაკავშირებით. ეხლაც ფასდაუდებელი შრომას წევს და ჩემი თუ არ გჯერათ, ჯანდაცვის წარმომადგენლების თუ არ გჯერათ, სწორედ იმ მშობლებს კითხეთ და ის მშობლები გეტყვიან ზუსტად ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობის როლს. ხო და ის მშობლებს კითხეთ და ის მშობლები გეტყვიან მას შემდეგაც და მანამდეც. აი ეს არის სიმართლე, ხა თქვენ ამას თქვენ ეს ძალიან გწყინით, იმიტომ რომ თქვენ პრემიერის ის გადაწყვეტილება, მთავრობის ის გადაწყვეტილებას როგორც ჩანს ძალიან არ გაგიხარდათ, რაც ძალიან სამწუხაროა. პატივი ვცეთ დამსწრეს საზოგადოებას, აქ არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, აქ არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები და პატივი ვცეთ ამ ადამიანებს და ამ პოლიტიკურ კინკლაობაში ნუ გადავიყვანთ იმ სხდომას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეული ჩვენთაგანის. ჩვენ რა გადავიყვანეთ შიშემო პირებში უარყოფა მოგვაყანეთ და კიდე კარგი. კარგი, ამ პირობებში შეუძლებელია რა თქმა უნდა დისკუსია. ამიტომ შემდეგი კითხვები ვის აქვს? ქალბატონო მაკა გისმენთ. მოგესალმებით. ისმის ჩემი ხმა. მოგესალმებით. მე ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მრავლობით დარღვევის მარიამის დედა, 23 წლის არის მარიამი. ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და მრავალწლიანი ბრძოლა ბატორატისთან ერთად დაწყებული და უამრავ მშობელთა კომიტეტებში ვიყავი და არაერთ უწყებაში ვიყავი მრჩევლად. და შესაბამისად მე მინდა თქვენ ქალბატონ სოფო თქვენ გითხრათ ესეთი რაღაც რომ გასაგებია სხვა კონტექსტში ამბობდით მაგრამ მე მყავს ეპილეფსიით შვილი რომელსაც ხშირი გულყრები აქვს და ამ თემებს ხშირად მოვიცავთ სხვადასხვა თემებს და აი რაღაც დიახ ხო გასაგებია, მაგრამ მე უბრალოდ მე როგორც მშობელი გეტყვით, რომ აი იგივეა ყრუდა ბრმას რომ ახსენებთ ეპილეფსია, ანუ უთხრა ადამიანს რაღაც მსგავსია, ხვდებით, ანუ მე უბრალოდ როგორც მშობელი ისე გეუბნებით რა. სენსიტიური თემა, მე მესმის რომ აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ამბობდით, მაგრამ გასაგებია, მაგრამ უნდა მოერიდოთ, იმიტომ რომ აი შესაბამისი შედეგი შეიძლება მიიღოთ. ეგ ერთი. ეხლა მეორე, მე მინდა ვისაუბრო, მოკლედ მინდა მოვიცვა ეპილეფსიური სინდრომები ზოგადად. ამაზე ვმუშაობდით წლების მანძილზე, ზუსტად მედიკამენტების თემა არის, რაზეც მშობლები იბრძოდნენ დუშენის სინდრომის შემთხვევაში, მეც მათ გვერდით ვიდექი, იქ ვიდექი, იქ როდესაც გამოსვლები ქონდა და ასე შემდეგ და მათ ორგანიზაციაში ვცვარი იშვიათ დაავადებებში და ერთად თანამშრომლობთ. მაგრამ გარდა მაგის არსებობს ეპილეფსიური სინდრომები. მე უშუალოდ ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან მაქვს ესეთი კითხვა, იმიტომ რომ იყო პერიოდები, იყო კომიტეტები, როდესაც მშობლები ვიღებდით მონაწილეობას და გადაწყვეტილების მიღებაში ვიყავით ჩართულები. ჩვენ შემთხვევაში, ჩემი მარიამის და ეპილეფსიურ სინდრომებს მოვიცავ ამ შემთხვევაში და მოვიცავ ასევე ცერებრალური დამბლის მქონე პირებს, რომლებსაც აქვთ ეპილეფსიური გულყრები, წლების მანძილზე ვიბრძოდით მედიკამენტების რეგისტრირებაზე. რომელი მედიკამენტები დღესაც არ არის დარეგისტრირებული, ვერ ვიტყვი რომ არ იყო ღიაობა, არ იყო მუშაობა წლების მანძილზე, რამოდენიმე მინისტრთან მქონდა ამ 23 წლის მანძილზე თანამშრომლობა, თუმცა ვერ მოხდა, ყოველთვის იყო ღიაობა, ყოველთვის იყო თანამშრომლობა, მაგრამ ამ მედიკამენტების რეგისტრირება ვერ მოხდა დღემდე, რომელიც არ არის ისეთი ძვირადღირებული, როგორც დუშენის სინდრომის ბავშვების
და პირების შემთხვევაში არის. ვერ მოხდა, იმიტომ რომ იყო ბოლოს მივდიოდით ალბათ ამითახმებით ქალბატონანა, მივდიოდით იქამდე რომ იყო ბიზნესისთვის არამომგებიანი და შესაბამისად. მაგრამ დღესდღეობით უბრალოდ ჯანდაცვის სამინისტროსთან მაქვს ესეთი შეკითხვა, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად მე მესმის ის რომ ვებრძვით ნარკომანიას, მე მესმის ის რომ ვებრძვით ფსიქოტროპული წამლების არამიზნობრივად გაცემას და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა მეც გეთანხმებით ამაში, მაგრამ აი, იცით როგორი რაღაც არის პრაქტიკულად მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა დაიწეროს რეცეპტი და წარმოგიდგენიათ მრავლობითი დარღვევის მშობლები და მე ამ შემთხვევაში მხარდამჭერი უნდა 2 კვირის მანძილზე მოვიმარაგოთ ეს წამლები და აქ არ არის უკვე არარეგისტრირებულ წამლებზე საუბარი, აქ არის დიაზეპამზე საუბარი, აქ არის კლონაზეპამზე საუბარი, აქ არის უმარტივეს მედიკამენტებზე საუბარი და გარდა მაგისა თუ 2 კვირაში ერთხელ უნდა მივიდეთ და ეს ზოგს დამტოვებელი არ ყავს, ზოგს ჯერ ასისტენტი არ ყავს და ასე შემდეგ, მე რომ მივდივართ, იქნება მეორე ბარიერი, მედიკამენტი არ არის სახელმწიფოში. მე პირადად ჩემს შვილს 2 კვირის წინ საქართველოს უნდა დამეტოვებინა გასვლით შეხვედრა მქონდა და ჩემს შვილს დაეწყო გულყრები და მე დიაზეპამი ვერ ვიშოვე ქვეყანაში და იძულებული გავხდი, რომ სიღნაღში იყო ნაშთი დარჩენილი და წავედი და ის ნაშთი წამოვიღე იქიდან. ანუ ერთგვარი იმის მაგივრად ჯანდაცვასთან მაქვს იმის მაგივრად რომ მომხდარიყო მშობლების ფსიქოემოციური მხარდაჭერას უშფოთვით აშლილობებში არიან ეს ადამიანები, იმიტომ რომ უამრავი გულყრები ემართებათ მათ წლების მანძილზე და ამის მართვა უწევთ და 1000 რაღაცის დაორგანიზება უწევთ, ემატება კიდე რიგში დგომა 2 კვირაში ერთხელ, მარაგი და ის რომ არ არის წამალი სახელმწიფოში. რატომ არ გვკითხეს, მაინტერესებს, ჩვენ ხომ ვართ მშობლები, რომლებიც წლების მანძილზე თანამშრომლობთ, ხო? რატომ არ გვკითხეს გადაწყვეტილების მიღებაში, რატო არ ვიყავით ჩართულები და ძალიან გთხოვთ, თუ არა და შეიქმნას რამე სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩართულები ვიქნებით ჩვენ მშობლები და ჩვენ გვკითხავთ, იმიტომ რომ რაღაცა ჯგუფი არის ძალიან სენსიტიური ამ ხრივ რა. მადლობთ. ეთილი მადლობა ქალბატონო მაკა ყველას ვთქვათ რომ რაღაც რეგლამენტში მოვექციოთ მაქსიმუმ 3 წუთი თითო გამოსვლები რომ ხარ გაგაწყვეტინეთ სპეციალურად, მაგრამ შემდეგ გამოსვლები ვინც იქნება მე მგონი მარტო ერთი გამოსვლები დაგჭა 3 წუთი თითო შემოვიფარგლოთ თუ შეიძლება. ბატონო გიორგი გისმენთ. ისმის ხო? ეხლა ისმის. ყველას მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში ისევ იმ საკითხს მეუბრუნდები, რაც ხდება ხოლმე და ბუნებრივი მოვლენაა და ეს არ არის ცალკეული პოლიტიკოსის მხრიდან ვთქვათ დაშვებული ერთჯერადი შეცდომა ან რომელიმე პარტიის ხედვა ან არ ვიცი ეს საზოგადოების ერთიანობაში ხედვა. ეს ტერმინები ჩვენ მოგვისმენია ხოლმე მათ შორის ეთერებში, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხრიდან. ამიტომ გამოვედი ბატონო რატირო პოლიტიკურ დონეზე გავამყაროთ და კითხვა დასვით გთხოვთ რომ არ დავკარგოთ კი, უბრალოდ ამ პოზიცია გვაქვს ყველა. კი ბატონო, ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბებ რამდენიმე საკითხს და განვავრცობ მე ძიუშენის მქონე ბავშვების საკითხს. აქ ორ ნაწილად გავყოფ მე. ერთი არის რაზეც მთელი საზოგადოებას შეჯერებული პოზიცია ქონდა წამლის მიღება, მაგრამ ეს განვაცალკევოთ ახლა ამ საკითხიდან და დავტოვოთ მხოლოდ ის ნაწილი, რომ ადამიანები იმ აქციების დროს ითხოვდნენ ელემენტარულ პუფს და პლეთს, რაც მათი კონსტიტუციური უფლება იყო და საერთოდ არ ქონდა არანაირ ავტორიზაციასთან უფლება და ეს ვერ მიიღეს და ამ ნაწილში იმ ადამიანების უფლებები ნამდვილად დაირღვა. ეს იყო უბრალოდ ემპათიის საკითხი, რომ მთავრობის მხრიდან ყოფილიყო ეს მიდგომა, რომ კი ბატონო, გვესმის თქვენი გაჭირვება არის რთულად გადასაწყვეტი, მაგრამ პლედი და პუფი გქონდეთ. ამ გამონაკლისის დაშვება ცალსახად შეეძლო მთავრობას კეთილი ნების ფარგლებში, თუნდაც ეს კონსტიტუციით გარანტირებული არ ყოფილიყო. ამიტომ ბატონო ნიკო, მე პირადად გიცნობთ და თქვენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ ვიცი და ეს არ არის როგორც თქვენი ვთქვათ ხარვეზი, ეს არის უწყების ხარვეზი და ამიტომ ვფიქრობ, რომ შიგნით ეს საკითხი ნამდვილად დასაყენებელია, რომ სხვა დროს აღარ განმეორდეს. უბრალოდ დამოკიდებულება, ადამიანურ დამოკიდებულებაზეა საკითხი. რაც შეეხება ანგარიშში მოყვანილ საკითხებს, აქ რამდენიმე საკითხს შევეხები. პირველი და ინიციატივას წინადადებას შემოგთავაზებთ, რომ ამაზე უფრო მეტი ვიმუშაოთ ერთად მათ შორის და ჩვენი მხარდაჭერაც გექნებათ საკანონმდებლო დონეზე. პირველი, როდესაც ჩვენ ვახსენებთ, რომ ჯანდაცვის
დაფინანსება შშმ პირებისთვის, მათ შორის ამბულატორიული დაფინანსება ხდება, ეს არის აქ უნდა დავაკონკრეტოთ, რომ ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება ხდება პოლიკლინიკების დონეზე, მულტიპროფილურ კლინიკებში მაგალითად არ ხდება. მაგალითად მე, როგორც აი ჩემ ერთ кейსს გეტყვით, ეს ბევრი შშმ პირის кейსი არის, პრაქტიკულად ყველასი. ოფთალმოლოგი პოლიკლინიკის დონეზე მომსახურებას ვერ მიწევს, ის მეუბნება, რომ შენი დიაგნოზიდან გამომდინარე, შენ ქირურგმა უნდა გაგიწევს მონიტორინგი და ქირურგთან 150 ლარს ვიხდი, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს. ამიტომ ეს რო აღმოუფხრათ, მე მგონია, რომ ყველაზე კარგი მიდგომა იქნება და სამართლიანი, რომ ის 15,000 ლარიანი ლიმიტი რაც გააჩნია შშმ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში წლიური ლიმიტი. მოდით იმისი ათვისება შევძლოთ ჩვენც ყველა ლიცენზირებულ კლინიკაში. აქ შეიძლება ანალიზები არ შევიყვანოთ და ეს პოლიკლინიკის დონეზე დავუტოვოთ. და მივაბათ ამ DRG ფასებს, რომ თუ თქვათ სხვაობა არის მაინც მულტიპროფილურ კლინიკებში, ის მცირე სხვაობები გადავიხადოთ. ჩვენ ხო 470 ლარი გვაქვს ერთადერთი შემოსავალი. უმეტესობას ყოველ შემთხვევაში. მეორე საკითხი არის რკინიგზით გზავრობის საკითხი, რომელზეც შეღავათებზე ელაპარაკი და ეს იქნება მიბმული იმაზე, მექნება თუ არა პირადობაზე შშმ პირის სტატუსი დატანილი, რაც ცალსახად იმაზე მიგვითითებს, რომ მე ვალდებული ვიქნები დავიტანო პირადობაზე და ეს ცოტა დისკრიმინაციულია შინაარსში რო შევიდეთ, იმიტომ რომ მე შეიძლება არ მსურს ამის დატანა პირადობაზე, ეს ერთი და მეორე, მაშინ როგორ ვარეგულირებთ ამ sakითხს იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვისაც პირადობა არ გააჩნია, მაგალითად არასრულ ძლოვნებს. მათი იდენტიფიკაცია როგორ ხდება. ბატონო ნიკო, ჩვენ გვქონდა და თქვენი თანხმობა იყო ამაზე და მზაობა და ეთანხმებოდით მოსაზრებას, რომ ჩვენ შეგვექნა ერთიანი სამგზავრო ბარათი, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იმოქმედებდა, იმიტომ რომ პრობლემა კიდევ არის სხვა, რომ მე თბილისში ის ტრანსპორტით მგზავრობა უფასო მაქვს, მუნიციპალურ სკოლის ყოფ, მაგრამ შიდა დონეზე გადაადგილება, მაგრამ ბათუმში ფასიანი მაქვს. არა და აქაც შშმ პირი ვარ და იქაც. იგივეა ბათუმელი შშმ პირისთვის ეს ქუთაისელი იქნება თუ სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, მეტროთი მგზავრობა ფასიანია ყველასთვის, არა და ისინი აქაც შშმ პირები არიან და მე ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება ესეთი ერთიანი ბარათით წავიდეთ, რომ სხვადასხვა ეტაპზე შესაძლოა ამას მუზეუმები მიებას, სხვადასხვა დაწესებულებები მიებას, რომელიც შეღავათების გავრცელება ამ ბარათით ბევრად უფრო მოქნილი იქნება და ეს იქნება საუკეთესო პრაქტიკა და ევროპაშიც ესე მუშაობს და მთელი ევროპის მასშტაბზე მუშაობს, მათ შორის ცალკეული ქვეყნების ესეთი ბარათი. კიდევ ერთი საკითხი არის, თქვენ ახსენეთ მისაწვდომობის ნაწილში სადარბაზოების ადაპტირება, თუმცა ჩვენი საბინაო ფონდის უდიდესი უმრავლესობა განეკუთვნება ისეთი ტიპის საცხოვრისებს, სადაც ან ლიფტი საერთოდ არ არის, ან სართულებს შორის ხდება მისი გაჩერება და ეს მხოლოდ სადარბაზოში შესვლა გამოსვლის საკითხის მოგვარება პრობლემას ვერ ხსნის. აქ უფრო ფართო ხედვა მექნება, რომ წარმოგიდგინოთ და ეკონომიკურად საბიუჯეტო თვალსაზრისით სახელმწიფოს მხრიდან იქნება ნულოვანი დანახარჯი თუ ერთი ცვლილება შევა საგადასახადო კოდექსში. აი ნახეთ რა ხდება ბატონო ნიკო, მაგალითად რო ავიღოთ საბურთალოს რაიონი, ხო? და რა ადაპტირებულ კორპუსში ცხოვრობს ადამიანი. იმ კორპუსში კვადრატული ღირებულება ზუსტად იგივეა, რაც იმავე ლოკაციაზე ახალ მშენებლობაში. თუმცა ახალ მშენებლობაში საწყისში, მაგრამ თუ მე ჩემ არაადაპტირებულ საცხოვრისს გავყიდი და მშენებარეში შევიტან 2 წლიანი მოცდის პერიოდი მიხდება, რა დროსაც მომიწევს ქირით ვიცხოვრო და დაახლოებით იგივე ტერიტორიაზე, საშუალოდ ალბათ 10-12,000 დოლარის ზიანს ვნახავ. თუ დასრულების ეტაპზე ვიყიდი, სამშენებლო კომპანიებში და ახალ აშენებულებში დასრულების შემდეგ კვადრატული ღირებულება იგივე ლოკაციაზე ძველ აშენებულებთან შედარებით მინიმუმ 30%-ით იზრდება და ეს გაცილებით მისდის ფასს და ზიანს როგორც შშმ პირს, მაგრამ საგადასახადო კოდექსში ჩვენ გვიწერია, რომ დეველოპერული კომპანია, რომელიც მშენებლობის საწყის ეტაპზევე მოახდენს ფართის რეალიზებას, ის ვალდებულია DGG გადაიხადოს წინასწარ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მაგალითად იპოთეკით გაყიდა, ან თანხას მიიღებს მშენებლების ბოლოს. თუ ჩვენ საგადასახადო კოდექსში მიუთითებთ, რომ შშმ პირთან დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში ამავე ხელშეკრულების
ღირებულების DGG-ს სამშენებლო კომპანია გადაიხდის, მას შემდეგ რაც მშენებლობა დასრულდება, ბიუჯეტიც დანაკარგი არ ექნება, სამშენებლო კომპანიას შესაძლებლობა ექნება შშმ პირს გაუფორმოს ხელშეკრულება და გადაახდებინოს მშენებლობის დასრულების დროს. რა ეტაპისთვისაც შშმ პირს შეუძლია თავისი არაადაპტირებული საცხოვრისი გაყიდოს და იგივე ფასად იყიდოს ადაპტირებულში. ეს მთლიანობაში სარგებელს მოუტანს როგორც შშმ პირს, ასევე სამშენებლო კომპანიას, რომელიც იმ DGG-ს მიმდინარე ხარჯებში გამოიყენებს და ამავდროულად რეალიზებას მოახდენს და სახელმწიფოსთვის მისი პოზიტიური ვალდებულების შესრულების ნაწილში ეს იქნება საუკეთესო. დღეისათვის მე მგონი ოქროს შუალედი არის ეს, რადგან ძველი შენობების ადაპტირება რიგ შემთხვევაში არაგონივრულია. ფინანსურად შეუძლებელიც არის ახლო პერსპექტივაში და იქნება ამაზე უფრო ღრმად ვიმუშაოთ შესაბამის სპეციალისტებთან. ბატონო გიორგი, თუ კიდე გაქვთ არა, საკითხები? მადლობა. კეთილი. მადლობა. შეგვიძლია კითხვებზე გადავიდე და შემდეგ უკვე კომიტეტის ხდომა მეორე საკითხი არის მნიშვნელოვანი და ის უნდა განვიხილოთ. მადლობა ბატონ რატი მოკლედ ვეცდები ყველა შეკითხვას უპასუხო დავიწყებ ქალბატონი სოფიოს კითხვებით ცნობიერების ამაღლებას რაც შეეხება ზოგადად მოგეხსენებათ რომ ტრენინგების შედეგების გაზომვა ძალიან რთული არის ხო ეხლა შენ რო ატარებ ტრენინგს ადამიანს მე იმან რა წაიღო იმ ტრენინგიდან მაგის გაზომვა ძალიან რთული არის მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას რომ აი უკვე 4 წელია ამ ანგარიშებს ვაკეთებ და წლიდან წლამდე უფრო მეტი მუნიციპალიტეტი უფრო მეტი სახელმწიფო ორგანო ერთვება ამ საკითხებში და სხვადასხვა ფორმით ცდილობს რომ შშმ პირთა უფლებების შესახებ რაღაცა ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა ან თვითონ თავისი თანამშრომლებისთვის ზოგჯერ თანამშრომლებისთვის და შშმ პირებისთვის ერთობლივი ღონისძიებით ზოგჯერ მხოლოდ შშმ პირებისთვის და ეს რაოდენობა ამ ღონისძიებების იზრდება წლიდან წლამდე და ეს ანგარიშებიდან ძალიან ნათლად ჩანს მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ რომ ცნობიერება ნამდვილად გაზრდილი არის ამ მიმართულებით და ერთგვარი როგორ არის იცით ერთგვარი შეჯიბრობითობაც არის წარმოქმნილი მაგალითად მუნიციპალიტეტებს შორის თუ თქვათ მაგალითად შარშანწინ იმის წინ გააკეთა 2-3 პირობითად ვიძახი მუნიციპალიტეტმა და ამისთვის შექება დაიმსახურეს მე უფრო მეტი მუნიციპალიტეტი ცდილობს რომ ჩაება ამ პროცესებში ამიტომ ეს ერთგვარი მიმბაძველობა და შეჯიბრებითობა ამ პროცესს ხელს უწყობს და აქედან გამომდინარე შეგვიძლია თქვათ რომ ცნობიერება გაზრდილი არის თუმცა ციფრებში ამის დათვლა ძალიან რთულია კი არა და უბრალოდ შეუძლებელია ტექნიკურად. რაც შეეხება დასაქმებას დასაქმებაში იმ კომპანიების ჩამონათვალი რომელმაც დაასაქმეს ნამდვილად არ მაქვს აქ თუმცა ეგ ძალიან ადვილად ხელმისაწვდომი ინფორმაცია დასაქმების სააგენტოში თუმცა რა ინფორმაციაც მეაქვს აქ მაქვს არის ის რომ მაგალითად საჯარო სექტორში დასაქმებული არის 200-მდე შშმ პირი აქედან დაახლოებით თანაბრად არის ქალი და კაცი წარმოდგენილი და ძალიან ბევრი იმ დასაქმებულიდანაც რომელიც შარშან დასაქმდა მაგალითად იყო ასევე საჯარო სექტორში დასაქმებული და ამ სტატისტიკას ჩვენ ვაწარმოებთ და ვცდილობთ რომ წავახალისოთ ის უწყებები რომლებიც შშმ პირებს ასაქმებენ ჩვენთანაც არის მაგალითად დასაქმებული შშმ პირი და ვცდილობთ რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანის რესურსი გამოვიყენოთ და უფრო მეტი ჩავრთოთ ამ პროცესში კონკრეტულად ამ ადამიანზე ვიზეც მთხოვეთ არ ვიცი ხა რა პრობლემა არის კონკრეტულად და შემიძლია რომ კი ბატონო ეს გავარკვიო რაც შეეხება ბატონი გიორგის შეკითხვებს დავიწყებ პლედით და პუფით კი თავიდან გვახსოვს ჩვენ ყველას რომ ეს გამოწვევა იყო ნამდვილად თუმცა როგორც მე ვიცი ბოლო პერიოდში ეს პრობლემა მოგვარდა და ბოლო პერიოდში ამის გამოწვევა ნამდვილად აღარ იყო და პლედის და პუფის საშუალება ჰქონდათ იქ მყოფ ადამიანებს რაც შეეხება მისასვლელობის გეგმას წეღანაც ვისაუბრე კი, უბრალოდ ერთს დავამატებდი, რომ შენობებთან დაკავშირებით აქ საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ ბევრ რესურსს მოითხოვს, თქვათ ფინანსურ რესურსს მოითხოვს შენობების ასე ვთქვათ ადაპტირება. აქ საუბარი იმაზეც არის, რომ შეიძლება იყოს შენობები, რომელთა ადაპტირებაც უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი იყოს, მაგალითად, ძველი შენობები, ძველი თბილისის რაიონები და ასე შემდეგ. ამიტომ ბევრი გამოწვევა არის ამასთან დაკავშირებით და კარგად არის ეს დასაგეგმი, მათ შორის იმ კერძო სექტორთან ერთად და საჯარო სექტორთან ერთად. საჯარო სექტორთან მიმართებით უფრო ნაკლებია პრობლემა, იმიტომ რომ სახელმწიფო დაწესებულებებია და შეიძლება უფრო გაიწეროს გეგმიურად და წლიდან წლამდე დაევალდებულოს რომ რაღაც ბიუჯეტი გამოყოს და ამ მიმართულებით იმუშაოს და აკეთებენ კიდევაც ამას, მე ჩემ მოხსენებაშიც ვახსენე.
მაგრამ კერძო სექტორთან დაკავშირებით უნდა შევქნათ უკვე დამატებითი ვალდებულებები და კარგად არის მოსაფიქრებელი, რომ როგორ გავწეროთ ეს ვალდებულებები გარკვეულ პერიოდის განმავლობაში, რომ მათი კერძო სექტორის ინტერესებიც არ დავაზიანოთ და თან რა თქმა უნდა შეშრომა პირთა უფლებების დაცვაზეც ვიზრუნოთ. რაც შეეხება დამხმარე პირის მგზავრობის საკითხს, სიმართლე რო გითხრათ, მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას იმაში, რომ შეშრომა პირმა აიღოს პირადობის მოწობა, სადაც QR კოდით იქნება გაწერილი, რომ ეს არის მას აქვს ეს სტატუსი და ამ მიმართულებით მე ჩემ მოხსენებაშიც ვთქვი, რომ ამ მიმართულებით მუშაობს იუსტიციის სამინისტრო და ეს დაეხმარება შეშრომა პირს სწორედ იმ პრობლემის მოგვარებაში, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ბათუმიდან რო თბილისში მიდის ან თბილისიდან ბათუმში ჩადის, არ იყოს გაურკვეველი იქაური თქვათ ადმინისტრაციული მე მგონი ბატონ გიორგის უფრო ძველო ვარიანტზე ქონდა იქ შენიშნა ამ პირადობის მოწმობის, სადაც იდენტიფიცირება ხდებოდა შეშრომა პირი იყო თუ არა. მას შემდეგ რაც საკანონმდებლო ცვლილება შევიტანეთ და უკვე ჩიპზე ეწერება ვიზუალურად, ეგ უკვე აღარ ჩანს და შეიძლება მართლა მოხსნილი იყოს ეგ პრობლემა. კი, მე დავაზუსტებ. უბრალოდ თუ ის ყველა ტრანსპორტზე გავრცელდება მეტროში, ავტობუსშიც, ამიტომ ახლა ვიგეთყვით მაგასთან დაკავშირებით. პირველ რიგში საუბარი იყო იმაზე, რომ QR კოდით იქნება არ მინდოდესო პირადობის აღება, ეს აზრი იყო ბატონ გიორგის მიერ გამოთქმული და მაგიტომ მე პირადად არ მესმის, რატო არ უნდოდეს შეშრომა პირს ესეთ პირადობის აღება, სიმართლე რო გითხრათ, თუ რამე ისეთი სოლიდური არგუმენტია, შეგვიძლია მოვისმინოთ. ხო, დაახლოებით ეგ არგუმენტია. ეს საკითხი არა როგორც შეზღუდული შესაძლებლობა, მანდ არაფერ შუაში არ არის. ანუ ხო, რელიგიური мотиваცია შეიძლება იყოს. ბატონო გიორგი, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან ერთი არის კანონმდებლობა, მეორე არის პრაქტიკა. ძალიან ბევრ ესეთ საკითხს, რასაც თქვენ ახლა აყენებთ, არეგულირებს პრაქტიკა. მას მერე რაც დაიწყება QR კოდებით პირადობის მოწმობის გაცემა და მას მერე რაც სტატისტიკური ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, თუ რამდენი ადამიანი დარჩა, რამდენ ადამიანს არ უნდა რომ მიიღოს რაღაცა გარკვეული რელიგიური გზნობების გამო ესეთი პირადობის მოწმობა, მერე შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ესეთი გამონაკლის შემთხვევებს მივხედოთ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, მაგრამ ჯერჯერობით ეს პროცესი ახალი დაწყებულია და აქედანვე მაგაზე საუბარი რომ ეს მიუღებელია, მე მგონი არ არის სწორი, იმიტომ რომ აქ გამონაკლის შემთხვევებზე გვაქვს ჩვენ საუბარი და არა ძირითად რაოდენობაზე. და რაც შეეხება კონკრეტულად მაგალითად რკინიგზა და გამცილებლების თემა, ამაზე რკინიგზის სააგენტო უკვე მუშაობს, რკინიგზა უკვე მუშაობს და ჩვენ გქონდა მათთან კომუნიკაციაც და აპირებენ რომ გამცილებლებისთვის შეღავათიანი, ასე ვთქვათ, და შეშრომა პირებისთვისაც შეღავათიანი, ასე ვთქვათ, შემოთავაზება ჰქონდეთ და ჩვენ გეგმავთ რომ ჯერ აქ, ასე ვთქვათ, მოვაგვაროთ ეს საკითხი და მე შეგვიძლია რომ იმსჯელოთ იმაზე, როგორ გადავიტანოთ არსებული პრაქტიკა უკვე სხვა სატრანსპორტო საშუალებებს. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ნიკო, ქალბატონო ირინა, ხო აქვს სულ თქვენ ამბებს კიდე სხვა საკითხებთან დაკავშირებით გამოხმაურება და შემდეგ უკვე უკეჯი უნდა უყაროთ, დაზუსტებები აღარ გვექნება. მადლობა ბატონო რატი, მოდით დავიწყებ აი ფსიქოტროპული ნივთიერებების ხელმისაწვდომობიდან, აი რა საკითხიც მშობელმა დააყენა. ეხლა თქვენ კარგად გახსოვთ, რომ შარშან დაახლოებით აგვისტოს თვიდან სახელმწიფო გახდა ექსკლუზიური შემომტანი ფსიქოტროპული ნივთიერებების, ნარკოტიკებთან ერთად იმპორტიორი და საბითუმო რეალიზატორი. ამან გამოიწვია ძალიან ბევრი ფსიქოტროპულ ნივთიერებაზე ფასების კლება. აი ეხლა მე ჩამონათვალის დონეზე არ მინდა ეხლა, მაგრამ 10ჯერ, 20ჯერ და კიდევ უფრო მეტად გაიაფთა ფსიქოტროპული ნივთიერებები, მაგრამ ნახეთ, მეორე მხრივ დადგა იმისი რისკი და საფრთხე, რომ გაზრდილი იყო მათი მოხმარება. მით უმეტეს ჩვენ ეხლა რომ შევხედეთ მსოფლიოს სტატისტიკას, საქართველოს და ზოგადად კავკასიის რეგიონი ისედაც ძალიან მაღალი, სამწუხაროდ მაღალი მოხმარების მაჩვენებლით გამოირჩევა. ამიტომაც საჭირო იყო აი ამ პროცესის ძალიან ისეთ მკაცრ რეგულაციაში და ჩარჩოში მოქცევა და აქედან მოდის ეს 14 დღიანი შეზღუდვა. თუმცა ჩვენ ახლა პრაქტიკაში რო დავაკვირდით აი ამ რეგულაციის
მოქმედებას, გახდა იქ ცხადი, რომ შეიძლება იმ კეთილსინდისიერი მომხმარებლებისთვისაც რაღაცა გარკვეული პრობლემები შეიქმნა ამ თვალსაზრისით და ნამდვილად ვაპირებთ ახლა რომ ამ 14 დღიან აი ამ შუალედს გადავხედოთ და ასევე საუბარი არის სააფთიაქო ქსელის გაფართოებაზე, იგივე იქ მობილური აფთიაქების და უშუალოდ იქ მოძრაობით მუნიციპალიტეტებში ადგილზე მიტანით და ასე შემდეგ, ასე რომ აი მართლა ძალიან აქტიურად მუშაობთ ამ თემაზე. და რა ვიცი, ორი სიტყვით მაინც მინდა რომ დიუშენთან დაკავშირებით რაღაც თქვა. ძალიან მოკლედ. ქალბატონ სოფოს არ ჯერა, მაგრამ ეს თემა არის უკიდურესად ამაღელვებელი ჩვენთვის იყო და იქნება სანამ ბოლომდე არ დარეგულირდება და აქ ნახეთ ერთი რის თქვა მინდა რომ ჩვენ შემთხვევაში არ შეცვლილა არაფერი. ვაგრძელებთ იმ ხაზით მოქმედებას, რასაც ვამბობდით თავიდან, არანაირი სირაქლემის პოზიცია და იქ ახლა სხვა ტერმინების გამოყენება აღარ მინდა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მედიკამენტების, თითოეული მედიკამენტის შემთხვევაში არის ეს რეგისტრირებული თუ არარეგისტრირებული, თუ საზღვარგარეთის ბაზარზე დაშვებული თუ არ დაშვებული, უნდა შეფასდეს ამის კლინიკური ეფექტიანობა, ანუ გავლენა პაციენტებზე და სარგებელი და ასევე ის საფრთხეები და გვერდითი მოვლენები, რაც შეიძლება თითოეულმა მათგანმა გამოიწვიოს. ამას ვაგრძელებთ დღესაც ქალბატონოსობო, თქვენ კითხვით რომ აი რა გუშინ არ იყო, ანუ წამალზე უარსებობნებოდით პაციენტებს და დღეს მისაწვდომიაო. არ არის ასე და ნახეთ თუ მიაქცევთ ყურადღებას. აბა მითხარით, ასე თქვით ზუსტად და დღეს უკვე პაციენტებს აქვთ წამალიო. დამისახელეთ რომელი წამალი აქვთ. ხო და ნახეთ, რისი თქმა მინდა მიზეზი, აი ზუსტად მართალია და მიზეზი იმის მართალია და ნახეთ მიზეზი იმის რომ დღესაც არ აქვთ ამ წუთას პაციენტებს წამალი არის ისევ ის, რასაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ისე ვაგრძელებთ ქალბატონოს სოფამას. აბა რატომ ახლა თუ მიიღეს ეს გადაწყვეტილება დღეიდანვე რატომ არ აქვთ პაციენტებს წამალი? ზუსტად იგივე პროცესი გრძელდება. ჩვენ ახლა გვაქვს რამდენიმე მედიკამენტი, რომლის ირგვლივაც მუშაობთ, ვიკვლევთ საზღვარგარეთ რაღაცა გადაწყვეტილებები უკვე იქნა ამასთან დაკავშირებით მიღებული და საბოლოო გადაწყვეტილება რომ იქნება, ჩვენ შემოვიტანთ ამ წამალს. ეს არის მიზეზი, რომ დღეს ამ წუთას ანუ რადიკალურად არ შეცვლილოს სიტუაცია. აქედან გამომდინარე იმ ხას მივყვებით ჩვენ, რაც თავიდან ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ არა რომელიმე ცალკეული იშვიათ დაავადებებზე, არამედ ერთიანად გქონდეს პოლიტიკა იშვიათი დაავადებების მიმართ. ვიცი რომ ჯანდაცვის სამინისტრო სწორედ ესეც უდგება ამ საკითხებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იშვიათი დაავადებები არის ესეთი ტიპის დაავადებები, სადაც გამოცდილების გაზიარებაც კი ძალიან რთული არის ხოლმე, ხო? არ შეიძლება იყოს ესეთი დიაგნოზი, რომელიც ერთი ან ორი იყოს თუნდაც ქვეყანაში დაფიქსირებული და ასე შემდეგ. ამიტომ მაქსიმალური მხარდაჭერა ჭირდება, რა თქმა უნდა, ესეთ ოჯახებს სახელმწიფოს მხრიდან და ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ერთიანი მიდგომა იშვიათი დაავადებების მიმართ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ანგარიშიც ჩანდა სხვადასხვა იშვიათი დაავადებების მიმართულებით რა დადებითი დინამიკაც არის, იგივე იქნება ეს გაფანტული სკლეროზი თუ სხვა მიმართულებები, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ ის რომ იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტები ჩვენ ერთიანად უნდა უყუროთ და ერთი ხედვა უნდა გქონდეს ასეთი ოჯახების მიმართ, ეს რა თქმა უნდა ალტერნატივა არის და ასე მნიშვნელოვანი. ამავდროულად ქალბატონერინა მინდა გთხოვოთ, რომ აი ქალბატონი მაკას კითხვა რაც იყო, ეს საკითხი მართლაც ძალიან აქტუალური არის ამ მედიკამენტების მისაწვდომობისა და ბიუროკრატიული საკითხების გადალახვის საკითხები. ქალბატონი მაკა თბილისში ცხოვრობს, მისი ბავშვი თბილისში ცხოვრობს, მაგრამ ესეთი საკითხები ჩვენამდე ბევრი მოვიდა მაღალმთიანი რეგიონებიდან, ქალბატონ ანას არ ვთქვას, მაგრამ ეს მიმართულება კიდევ უფრო რთულად არის მაღალმთიან რეგიონებში. ამიტომ ეს საკითხი ვფიქრობ, რომ რაღაც ოქროშუალედი არის გასაკეთებელი, მნიშვნელოვანი არის ის შეზღუდვები, რაც იყოს, სრული მხარდაჭერა იმ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და ფსიქოტროპულ ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართებით, რაც სახელმწიფოს აქვს, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს, შინაგან საქმეთა, ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, პარლამენტი სრულად უჭერს ამ ყველაფერს. ხარს, მაგრამ ამ კონტექსტში აი ნამდვილად ის პაციენტები, ვისაც ეს კრიტიკული მნიშვნელობის არის, მათ დამატებითი ბიუროკრატია არ უნდა შეეხოთ. ამიტომ ამ მიმართულებით ვთქვათ, რომ მაქსიმალურად გავამახვილოთ ყურადღება. კეთილი, ამით საკითხი ვინ ლაპარაკობს ბევრს არ ვიცი ქალბატონოსობა, მაგრამ კარგით, მოკლედ ამითი საკითხის განხილვა დასრულებული არის. ჩვენ შეგვიძლია კენჭი უყაროთ დასკვნა, შემდეგ გამოვაცხადებთ 5 წუთიან ტექნიკურ შესვენებას და გადავართ მეორე საკითხზე, რომელსაც უკვე საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოგიდგენს. მას შასე კენჭის ხაზზე ვაყენებ შეზღუდული შესაძლებლობის უფლებებისა და თავისუფლების რეალიზაციის, მათ შორის სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2005 წლის შესრულების ანგარიშზე კომიტეტის
დასკვნას, დასკვნა საბოლოო ჯამში დადებითად აფასებს, მაგრამ ის კრიტიკული საკითხები, რაც დავაფიქსირეთ კომიტეტის ხდომის განმავლობაში, აუცილებლად შევა დასკვნაში და სწორედ აი ამ რედაქციით გვინდა რომ დასკვნას უყაროთ კენჭი, ვინ არის თანახმარო დადებითად შეფასდეს, ვინ არის წინააღმდეგი არავინ არ არის. ერთმა შეიკავა თავი, დანარჩენმა ყველამ ხარი დაუჭირა. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნიკო. აღმოსრულებელი ხელის წარმომადგენლებს, ჩემს მეგობრებს, მადლობას გიხდით კომიტეტის ხდომაში მონაწილეობისათვის. თქვენი მონაწილეობა ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანი იყო და მეთანხმება ამაში კომიტეტის ხდომის მაყურებელი და წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. მადლობა.